მოგესალმებით მეგობრებო, 2026 წლის პირველი ვიდეოთი, დღეს არის 10 დეკემბერი. დაახლოებით 2 კვირაზე ოდნავ მეტი ვიყავი სახლში დამასვენეს, მოკლედ გაჩერებული ვიყავით საახალწლოდ და ეხლა გამოვედი პირველად რა. და მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ესეთი წვეტები მე იშვიათად მაქვს, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაქვს პრაქტიკულად. პირადად ჩემ შემთხვევაში მე რახან აქ ვარ და ყოველ კვირა სახლში ვარ, როგორც მოგეხსენებათ. თუ რამე ისეთი არ მოხდა, ესეთ დიდ მშობლებას არ ამიღია, რა გაიხანი. და მინდა აღვნიშნო ესეთი ფაქტი, რომ ეხლა 2 კვირაზე მეტია სახლში ვარ გაჩერებული და ეს 2 კვირა საკმარისია მეგობრებო, რომ დაბრუნებულზე უკვე რაღაც ისე იგრძნო თავი, რაღაცნაირად მიჩვევა იცის ამ საქმემ. როგორც ვიზახი, ბევრად გიმარტივდება და ბევრად გეადვილება ნებისმიერ სხვა საქმესთან შედარებით. მარტო ჩემ შემთხვევაში არა, ყველას შემთხვევაში ასეა. და თუ მუშათა კლასში ვარ და უნდა ვიმუშაოთ, ხო? და სამუშაოდ ვარ გამოსულები, რა ვიცი, აი სამუშაოდ, აი ყველა შესვენების შემდეგ ვწუნდები, რომ ამაზე მარტივი და ამაზე ისეთი კი მოსაბეზრებელია მე ყველაფერი ესეც და სხვა საქმეს ნებისმიერიც, მაგრამ ზოგადად გარკვეული პერიოდი რო გაჩერდები და რო ბრუნდები, მე აფასებ ისევ თუმცა რამდენად კაი ხა იგივე აი რომ თენდება ყოველ დღე ხო სხვადასხვანაირია, ეხა ეს რაღაცას იქ ვერ ხედავ რა და ბუნება სხვანაირია, სხვა სიტუაცია, სხვა პირობა, თან -15 როა გარე და აქ რო შენ თბილად გძნავს რაღაცნაირად ეს კარავი და რაღაც ეს მოგზაურობა და რაღაცა ვისაც უყვარს, ხო? აი მსგავს ემოციებს ეს ყოველ დღე გაძლევს ეს ტრეილერი რა, აი ყოველ ისე გემოზე გძინავს აქ რო აი არ ვიცი გარეთ რო მაგარი სიცივეა და შენ რო აქ ვებასტო რო უბერავს ჩახუხუნებული რო ხარ ესე რო თქვა თბილად აი მაგრა ასწორებს, მართლა მაგრა ასწორებს. სახშიც რა თქმა უნდა კაია, მაგრამ იქ იმას თავის მოღამი აქვს, აქ თავის მოღამი აქვს ასე რო თქვა. და აი რაღაცნაირად ეს 2 კვირა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ გადააფასო და აი დააფასო ისე რაც არის თორე ხო გქონდეთ თუ მუშათა კლასში ვარ და უნდა ვიმუშაოთ რაღაც მუშაობას ეს მართლა ბევრად მარტივია აქ მუშაობა, როცა მიეჩვევ მე რა თქმა უნდა და ბევრად სხვანაირი ემოციები გაქვს ყოველ დღე, რა თქმა უნდა აქ რო ხარ გბეზდება, მაგრამ აი რო თენდება ხა ყველა დილა ესეთ გათენებას ნახე რა ფერები არის შეხედეთ უბრალოდ. აი ყველა დილა სხვადასხვანაირი არის, ყოველთვის სხვადასხვანაირი აი ამ შუშის მიღმა ყოველთვის სხვადასხვა სიტუაციებში ხარ ადამიანი რა. ასეთ მრავალფეროვნებას მეგობრებო არც ერთ სამსახური არ იძლევა და ამას როცა მუშაობ ბევრი ხანი აქ და რაღაცა მე ეჩვევი და გბეზდება რა თქმა უნდა, მაგრამ აი 2 კვირა საკმარისია იმისთვის, რომ რა კაი ყოფილა რო თქვა უკვე და ეს არ იყო და ანუ 2 კვირა სახლში კი ვიყავი ხა, მაგრამ აი ეს რაღაცნაირად თითქოს სხვანაირი განცდა გაქვს ყოველ დილით სხვანაირი შეგრძნებებით იღვიძებ რა. რა თქმა უნდა პირველი 1-2 კვირა აქაზე ხა მე უკვე 3 თვე და 4 თვე აქ რომ მუშაობ, აქაც გბეზდება რა თქმა უნდა, ვიმეორებ, მაგრამ აი ხო გეუბნებით ყოველ დილა მით უმეტეს ვინ სხვადასხვა რეისებს დადიხართ, ხა მე ერთ იგივე რეისებს დავდივარ, თუ პოლონეთი, ინგლისი პოლონეთი. დავდგებნი ამ ერთ იგივე ადგილებს, მაგრამ აქაც რამდენიმე ქვეყნის გავლა მიწევს, ხო? და მე შემიძლია გადავხვიო, გადმოვხვიო, როგორც იცი და სადაც მე გჩერდები ხოლმე, როგორც მინდა და სადაც მინდა და რამდენი ხანს მინდა, ისე ვარ ხოლმე, მოკლედ მე სხვანაირად მაგ დრო აწყობილი. მაგრამ სადაც თქვენ დაიწყოთ მუშაობა და სხვა რეისებს დადიხართ, და მთელი ევროპა რამხელაა, ხო? ხო და აი რაღაცნაირი სხვანაირი მუღამი აქვს რა. რაღაცნაირი კაი შეგრძნება მაქვს ხა ამ დილით, აი რაღაც როგორ უნდა იყო როცა ადამიანი სამსახურში ხარ და რაღაც მუშაობ და რაღაცა კმაყოფილი, რაღაცნაირად კმაყოფილი შეგრძნება მაქვს ამ დილით რა, ხო ხდებით. ხო და ჯერ სად ვარ, ვარ პოლონეთში სადღაც, მიკარგულ სოფელში სადღაც. ეხლა მივდივარ ინგლისში მოკლედ. ხო და იქით ნახოთ, იქით ესეც სიცივეები არაა ხოლმე, ხა უკვე 10 გრადუსზე ჩამოვიდა და იქით ესეც სიცივეები არაა ხოლმე, მაგრამ ბუნება ყოველთვის სხვადასხვანაირია ყოველ შემთხვევაში და ძალიან სასიამოვნო რომ როცა შენი დილა ასე სხვადასხვანაირად იწყება, ასეც სხვადასხვანაირ ფერებში. ხო ყოველ დღე სხვადასხვანაირია, ყოველ ღამე სხვადასხვანაირია, ყოველ დილა რაღაცნაირი შეგრძნებებია მეგობრებო, ვერ გეტყვით რა, რომელიც ვიმეორებ მოსაბეზრებელია მე კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ რაც გვაქვს იმას არ ვაფასებთ, ხვდებით, თორე ეს სამსახური მაქვს უკვე ბოლო 4 წელია, ხო? მაგრამ 2 კვირა სახლში გაჩერებამ გამახსენა და გამიღვივა ის შეგრძნებები, რითიც ყოველდღიურად მე ვცხოვრობ და რასაც შეჩვეული ვარ უკვე, მაგრამ აი ხა ხო გეუბნებით
დღეს ისეთი რაღაცნაირად ისეთი კაი განწყობა მაქვს, რომ მიხარია რა, ხო ხდებით. და სხვათა შორის მეგობრებო, რაღაც გაგრას ამ საახალწლოდ ქონდა საუბარი მეგობრებთან და აღვნიშნე, რომ ერთადერთი სამსახურია მეგობრებო, ასე რომ მეზარება თქო და აურა წავა თქო, ანუ ესე ძალით დღე არ დაწყებულა ჯერ აქ. ხდებით? ისე რომ მე თქვას რომ აი მეზარება და ეხლა რა წავა თქო არ მითქვია. ეგეთ რამე არ მითქვია რა. ხო გონებთ ეხლა სიამოვნეს ბევრი სიტუაცია გაქვს როცა სიამოვნეს, მაგრამ სასიამოვნოა როცა ზიხარ სახში და ფულები ზევიდან ცვივა, ხო? მაგია აი შენ მეგობრებთან შენ ქვეყანაში შენ სახში როცა ზიხარ, მაგრამ თუ უნდა იმუშაო და სამუშაოდ ხარ გასული, მართლა ეს პირველი სამსახურია, რომელიც აი დაუზარებლად მოვდივარ ხოლმე და თვითდაუნებურად რაღაცნაირად პროცესი ისე მიდის, რომ ის განცდა არ გაქვს, რომ აუ რა დაიწყებს ახლა და აუ რა წავა და ესეთი რაღაცები ამ განცდებში არ ხარ რა. ხო, ესეა ნამდვილად მეგობრებო, კი. შეიძლება რაღაც ახალ სამსახურში წახვიდი ადამიანი და რაღაც გარკვეული პერიოდი გიხაროდეს, თქვა 1-2 თვე ყველა სამსახური კაია, ხო ის, მაგრამ მე უკვე ბეზდება ყველაფერი და ეს სამსახური, არ ვიცი, აი ხო გეუბნებით, იმდენად მარტივია უკვე ჩემთვის ამ ყველაფერს კეთება. თან ეხლა მე ცოტა ბონუსიც ხომ აქვს, ანუ როგორც ტრაილერის ზღოლს, თქვენ ვისიცნობთ, ვინც ყოველკვირა სახშია, ხო? ევროპაზე მუშაობს და ყოველკვირა სახშია. სიმართლე გითხრათ, მე ამდენ ადამიანს უნდა ეგეც არავის არ ვიცნობ. ქართველებს ვიზახით, რომ ეხლა ჩემ კომპანიაში სადაც ჩვენ მუშაობთ, ჩვენ ყველა ერთკვირიან რეისებზე ვარ და იქ უკრაინელებიც არიან და პოლონელებიც არიან და ეგენი ხო, მაგრამ ზოგადად სხვა კომპანიებში ჩვენი ქართველები ვინც არიან, არავინ არ მუშაობს გავსად რა. ხო, ამიტომ მე ცოტა პრივილეგია თუ ბონუს თუ რაღაცნაირად დავარქვათ. მე ცოტა კაი პონჩი ვარ, ასე რომ თქვა და ის რომ ტრაილერის ზღოლი ხარ და თქვა წახვალ და თვენახევარი 2 თვე 3 თვე 4 თვე არ მოხვალ, ეგ ჩემ შემთხვევაში შედარებით რბილად მეხება, ასე რომ ვთქვათ რა. ესეც განაპირობებს ალბათ ამ ჩემს იმას შეგრძნებებს, კი ბატონო. და როცა მუშაობდი 2 თვე და 3 თვე რეისი, მაშინ როგორც გითხარით, მეუღლესთან ერთად ვიყავი და მაშინ მე და ჩემ მეუღლეს ორივეს ბავშვები ძალიან გვენატრებოდა ხოლმე, კი ბატონო. და ძალიან ისე ბედნიერები ვიყავით ხოლმე სახში, როცა ჩავდივით, თან შემთხვევით მოხვდებოდით სადმე თუნდაც 50-100 კილომეტრში. და ჩემს სიმამს დაურეკავდი ეგრევე, ბავშვებიანად მოვიდოდნენ ჩვენთან, წაგვიყვანეს სახში და იმ საღამოს სახში გვეზინათ, თქვა ან ორი ღამე შაბათ-კვირას, როცა შემთხვევით მოხვდებოდით ხოლმე პოლონეთში, სახში ვიყავით და უბედნიერესები ვიყავით მაშინ მოკლედ. მაგრამ დღეს ასეა ჩემი ცხოვრება, ყველა კვირა სახში ვარ ხოლმე და როგორც ტრაილერის ზღოლისთვის ეს არის ძალიან კარგი ბონუსი, ასე რომ ვთქვათ. კი ბატონო, არის მეგობრებო ყოველდღიური რეისებიც, მაგრამ იქ რა თქმა უნდა ხელფასი ნაკლებია შიდა რეისებს და საერთოდ რა სასიამოვნო, ანუ ამას თუ შევადრით, იქაური პროცესი არაა სასიამოვნო, იმიტომ რომ აქ რო დადიხარ, ხო გონებთ, აი ბუნება სხვადასხვანაირია და ეს სხვადასხვანაირ რაღაცებს ხედავ რა და ეს გინდა არ გინდა სულიერად იმაშვება გასაზრდოებს რა. და იქ უბრალოდ დაგუქეს დიდი მანქანა, წადი რაღაც ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ჩამოდი, ისე გააჩერე მანქანა, წადი სახში. რაღაც ასეთი ერთ და იგივე რუტინაა და აქ ერთ და იგივე რუტინა აქაც კი ბატონო, მაგრამ ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორები ახლავს ამ ერთ და იგივე ამბებს ყოველდღიურად, რომელსაც ვეჩვევით ხო გეუბნებით, მაგრამ ეხლა თითქოს აი დამწყებივით ვარ, 2 კვირა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს ემოციები და ეს რაღაც პირველი ისინი აი ისე რაღაც კმაყოფილების იმაში ვარ რა, განცდებში ვარ ხო ხდებით. ამიტომ იმეორებ მეგობრებო, რომ აქ რო 1-2 წელი ადამიანი იმუშავებს, მე ძალიან ძნელია სადმე სხვაგან წასვლა რა. და ესე რო არ გადაიტვირთოთ თავი და თქვათ რო არ მოიბეზროთ, ჯობია, ეხლა აქ აშენებით ადამიანი ვერავინ ვერ აშენდება და მილიონერი ვერ გახდება ეხლა აქ ამ სამსახურში, მაგრამ ამიტომ ჯობია როგორღაც რაღაცნაირად დაარეგულიროთ ისე რომ არ მოიბეზროთ ბევრი, კი ბატონო მესმის რომ ვიღაცა ამანქანის ყიდვა უნდა ან ვალიაქ ან რაღაცა ბინისთვის რაღაცას აგროვებენ, კი ბატონო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის დადებით და უარყოფით ხარები იმ მანქანის მოსაგროვებლად და იმ ბინის მოსაგროვებლად თუ გადაყევი და ყელში ამოიყვანეთ ეს სამსახური, კაი თქვათ ის 7-8 თვეზე ძედ იმუშავებ, ხო, კაი თქვათ არიან ეგეთების. მაგრამ მე მოგბეზდება რომ მე დანარჩენი 1 წელი იქნება მუშაობა ძალიან ისე რაღაცნაირად შუალედები გააკეთეთ. ისეთი გრაფიკით იმუშავეთ, სადაც
არც მოგბეზდება და ქეც მოგენატრება და რაღაც იდეალური ბალანსი თქვენებურად დაიკავეთ ხოლმე, რა ვიცი, ხა ერთი ბიჭი ახლა გეუბნებით, თვე და ერთი კვირა ჩამოდის, სამი კვირა სახში. ანუ ორ თვეში თვე და ერთი კვირა მუშაობს, სამი კვირა სახშია, თვე და ერთი კვირა მუშაობს, სამი კვირა სახშია რა. ანუ იმ სამი კვირიდან ორი დღე ჩაფრენა ჩამოფრენას უნდა პრაქტიკულად, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში სამი კვირას ორი დღე რო გამოაკლოთ, ეგრე დადის რა. ზოგია ორი თვე მუშაობს, ერთ თვე სახში მიდის, ზოგია სამი თვე მუშაობს, მაგას მაგალითად სამი თვე, სამი თვე ნახევარი ჩამოდის და ახლობით თვემდე სახში მიდის ხოლმე. და ასე შემდეგ, მოკლედ ჩემი სიზა და მოკლედ სხვები ეგრე არიან ხოლმე, მაგრამ ეს ერთადერთი ბიჭია, ვინც თვე და ერთი კვირა მუშაობს და სამი კვირა სახში მიდის. ის სამი კვირა თან საქართველოშიც რო ჩადის, იქაც რაღაცა მანქანა ყავს და იმ მანქანითაც რაღაცა ერთ-ორ კაპიკს აკეთებს, ასე ვთქვათ, ტყულა რო არიჯდეს, თავისუფალი გრაფიკი აქვს, ასე რო ვთქვა და იქაც ორ კაპიკს აკეთებს რა. ამიტომ რაღაცნაირი იდეალური შუალედი აქვს ამის დაკავებული, მე რაღაცა ხა უყურებ სხვებთან შედარებით რა. არც იბეზრებს, იქაც მთლათისი არ ზის და რაღაც ესე კარგად აქვს დარეგულებული. აქ მაინც სტაბილური სამსახურია, რაც არ უნდა იყოს. კი ეხა 7-8 თვე ვინ ჩამოვა, ის ბევრს დააგროვებს და ბევრს იმას იზავს, მაგრამ ხა 7-8 თვე ერთხელ ჩამოხვა ხა ხუჯერ 7-8 თვე ჩამოხვიდე ზედიზედ ჩათვალე რავი 3-4 წელი გავიდა ხო? და ერთხელ თქვათ ვინმეს თუ რაღაცა გჭირდებათ, კი ბატონო შეიძლება გააკეთოთ, მაგრამ ყოველს ამას თუ გააკეთებთ, გეუბნებით მოგბეზდებათ და რა ვიცი, თუ გეუბნებით უნდა იმუშაოთ და სამუშაოთ უნდა გახვიდეთ, ეს არის ყველაზე მარტივი და ყველაზე კარგად ანაზღაურებადი სამსახური, იქიდან გამომდინარე, თუ რაღაცა განსაკუთრებული უნარები არ გაგაჩნიათ ეხლა და რაღაცა 7 ენა არის და ის არ ახარს, რა ქვია, ჰაკერი არ ახარს, ასე რომ ვთქვათ რა, პროგრამირება და ასე შემდეგ, რაღაც განსაკუთრებული ქირურგი ახალხობთ და სხვა განსაკუთრებული პროფესია თუ არა და უბრალოდ ჩვეულებრივი უბრალო ადამიანები ვართ, ამაზე მაგარი სამსახური და ამაზე ანაზღაურება და ამაზე მარტივი სამსახური, მით უმეტეს ცოტა თუ რულის ტრიალი და რაღაცა გიყვარდა ეს ტექნიკა და მოგზაურობა და რაღაცა, მართლა რა ვიცი, აი ხო გეუბნებით, ყველაფერს აქვს თავის პლუსები და მინუსები, მაგრამ ბევრი პლუსები აქვს და ნუ ცოტა მინუსები აქვს. ერთადერთი სერიოზული მინუსი აქვს, რასაც ვერაფერს ვერ მოუხერხებთ, რომ ნუ სახში არ იქნებით რა. ამას ვერ გაიქცევით, ეხლა სიმართლეა. მაგრამ კარგად არის ყველა შემთხვევაში სასწორ დასადები, მინუსები და პლუსები. და ხშირ შემთხვევაში კი არა, თითქმის ყველა შემთხვევაში ბევრად გადაწყვეტს ხოლმე პლუსები, რატომაც ადამიანები აქ მუშაობენ და პირადად მეც აქ ვარ, ხო? უმეტეს ევროპაში კიდე ხარ, როცა ჩამოდიხარ და თქვა, ტრაილერს კიდე სხვა პლუსები აქვს, მაგაზე სხვა ვიდეოშიც მაგ ნასაუბრები, რომ აქ ბინისკირა არ გიწევს და ეს თუთაფული აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში გინდა ესე ვთქვა და გინდა ისე ვთქვა, მაინც ბევრად მარტივი სამსახურია, უფრო კაი ანაზღაურება, ბევრად ნაკლები ნერვები შლა, რა თქმა უნდა არის აქაც, რა თქმა უნდა მაგის გარშე კი ასევე სხვა ვიდეოებში მაგ ნასაუბრები, რომ მაგას ჩვენ ვერ გავიქცევით ვერასდროს, მაგრამ შედარებითია ყველაფერი და თუ შევადრით, ბევრად ნაკლებია ის უარყოფითი ფაქტორები და უფრო მეტია დადებითი ფაქტორები, ვიდრე სხვა სამსახურებში, ვიმეორებ უბრალო სამსახურებში, სადაც რაღაც განსაკუთრებული უნარებს არ ითხოვენ და ასე შემდეგ მოკლედ. კარგით, მოკლედ სიჩქარის კამერა. სიჩქარის შეზღუდვა 50 კმ/სთ-ში. რადარ. ამხელა რადარები უღენიათი. კარგით, მოკლედ ახლა ერთგან უნდა მივიდე. რაღაც მინდვრებში თუ რაღაც მივდივარ, უნდა დავცალო ფერმერია ვიღაცა არ ვიცი, აი თვითონ მინდვრებში უნდა ჩამოცალონ რაღაცეები, მეშვეკები რაღაცეები. მაგასაც შეგახედებ და ისევ მე როგორ გადავალ გერმანიაში რა. I walk the streets tonight, just trying to clear my mind. But every light, every corner reminding me of our time. My heart keeps writing letters to a place you used to be, and every one of them is addressed, please come back to me. I try to move on slow, but my soul won't let you go. Love leaves a sacred trace. I still feel you in this place. Where my heart still lives.
მოვიდი აქედან. ერთიანი საბეს როგორ მუშაობს. იჭერს. დაგაი ფოტოჯერს თან. ეს ხალხა. ძალიან ვიწროა ეს ნაკვალევი და ოდნავ გვერდზე პაკრიშკა რომ მოხდეს ეგრევე იცრებს ან იქთან აქეთ რა. ზუსტად თუ არ გახვედი, ცოტა იქ მაღალი თოვლი იყო თან. როგორც რეულობ თავის გემოზე და 10 დროს იქით აქით. ჩემი აჭრილი არის ხა ეს არის. შეიძლება აქ წაიყო. აი ხო გეუნდეთ მეგობრებო 4 წელი აქით ვარ და მესამეჯერ მომიწია თოლზე სიარული. ეხლა ეს ვიწროვი არა, მაგრამ ღამე რო იყოს და რაღაც გაშლ გზაზე, მაგრამ ევასწრებ მსგავს რაღაცები. ეხლა აქ ავა აქ ვერაფერს ოდნავ რო წაგიღოთ გოზე ჩარჩები აქ. ორ შემთხვევაში თოვლი მიყვარს და სანთლი დავეძებ, მაგრამ არ არის გზაზე, არ არის ხოლმე რა. ესეც ეხლა აქ ვინ მოხდება ჩემს მეტი ხო? 1001 ვინ მოხდება ასეთ სოფელში რაღაც დაცლაზე ხო? ისიც ბოლონეთში და ბოლონეთში თქვენ არავინ არ იქნებით როგორც გეუბნებით. აი ხარ ოქნა მე მანქანა რომ მოდის. მე ვერ გადავიწევი ჯიგარო ოდნავაცა შენ თუ არ გადაიცი. აი ხა დამერხა ხა ტელეფონი დავდო ინდო რულს კარას დამოვკიდო ხელი. ეხა რა ვქნა ჯიგარო მე ხლა. მე იქ რო გადავიდე შეიძლება მან დარჩე კიდევ აზარ და შენ რო გადახვიდე შენ შეიძლება დარჩი. აი აიდანა Через 300 метров поверните налево. თოლზე სიარულს რა შეეხება მეგობრებო, რა ვიცი რა შეიძლება რომ გაითვალისწინოთ. ეხლა აქედან რომ შემოვედი, ცხელი პაკრიშკებით გაჩერება არ შეიძლება ყინულზე სანამ თუნდაც იარო და გააგრელოთ პაკრიშკები და გააციოთ. ეხლა მაგის რო არ მქონდა ეგრევე გავაჩერე თუ არა დავცალე ამ ადგილას მე ზუსტად წინ გავწი 300 მეტრი და იქ დავცალე კიდე. და არ დაიძრა რა, ის ცხელი პაკრიშკები სადაც ჯდება რა თოლში. ყველა რამდენი პაკრიშკია, ყველა პაკრიშკა ოდნავ დაიწევს და всё ვერაფერს აღარ იზავ რა. მაგრამ ეხლა ტრაქტორი მეყენა და ამიტომ მაგაზე 100 მიდადია თან ოდნავ დაღმარს დავაყენი და ცოტა გაუჭერდა, მაგრამ წინ და რო გადაგორდა მე წავიდა რა. ერთი ეგ უნდა გაითვალისწინოთ მეგობრებო. მეორე აი ხა აქაც შეიძლება ვერ დავიძრა რომ იმას ავხნა. არა, აქ დევს კი. მეორე, როცა მძიმე გრუზი გაქვთ, აი ეს ადგილას შედიხართ, სად მინდა თქვა და ესე იმაშვებთან რესკად დაატორმზეთ.
არანაირად არ გაჩერდება მანქანა. აი ოდნავ მოტეხილი თუ გაქვთ ეს უკანან ერთი მოგაწვება და შეიძლება დაგიკეთოთ მანქანა. ნუ ეხა აქ ამდენიდან შევარდე ხა 10 კილომეტრით ხო მაქსიმუმ, მაგრამ საკმარისია რომ ეს 25 ტონა თურქი უკინა რომ მოაწვევს და მანქანა რომ შემოასრიალოს მოკლედ. თუმცა გავს ადგილებს თუ შეხვალთ დატურთულები ძალიან ისე ფრთხილად რა. მესამე თუ ვინცობა რაღაც აღმართზე ხართ ან რაღაცა და უკან სამი ბორბალი ხოდებს შეგიძლიათ ეს მექანიკურად ხო შეგიძლიათ რომ ატიოთ ან თუ ამ მესამე ბორბალს აუწევთ ზევით მაშინ თქვენს უკან ამ მანქანის უკანახიზე დაწოლა მეტი გექნებათ რა და უფრო მეტი დაწოლის ხარჯზე უფრო მეტად აღვალთ იმ აღმართი იქნებათ რაც იქნება რა ნუ ეს ერთ-ერთი ისია პატარა ისინია რა ხრიკები თუ რავი რა დავარქვა ხერხები თუ რაც გინდა ის დავარქვათ ხო და ეგეც საშუალებები მოგეთ სხვა საშუალებები არსებობს ეხლა რა ვიცი მე ხო ვეუბნებით მესამეჯერა თოვლში მომიწია სიარული და ერთხელ შვეიცარიაში გაგვითოვდა და ვერცგან მოასწრეს გაწმენდა და ისე ვიარეთ ერთხელ პოლონეთში ჩამოვიდი 40 კატკაზე და გასაჩერებელი ვიყავი და არ გავჩერდი კატაუდი 1.5 საათი 40 წუთი კატაუდი სოფლის წრეებს ურტყავდი ვერა ჩემეული ვიყავით მაშინ ხო და ეხლა კიდე მესამეჯერა და რა მიხარია მაგრამ ანუ ის რაც საჭიროა რეალურად თოვლის სასიარულოდ ვერაფერი ვერ გამოვიყენე და არაფერი არ დამჭირდა იმიტომ რომ არ არის აქ ისეთი თოვლი რაღაც განსაკუთრებული ეხლა აგას თოვლი კი იყო მაგრამ ნუ რაღაცნაირია რა ვიცი ანუ მიდის რა მანქანა ეხლა თუ ძალით რაღაცას არ უზავ დიდი აღმართები და დაღმართები აქ მაინც და მაინც არ არის რა და ასე რომ ერთი თოვლში არც მოგიდეთ აი მაქსიმუმ თქვენი თოვლი იქნება ეს და ეხლა აქაც ამ საღამოს გამოვლენ და მარილ დაღრიან კიდე ხო და თოვლი იქნება გვერდებზე თუ სადმე რამეზე მოხვდი თან ეხლა სოფელში ვარ და ავტობანზე ხო გამორიცხეთ გზაზე თოვლი თუ რაღაცა სასწაული არ დააყარა და მაინც იმ მომენტში შემსავი შვეიცარიაში რომ მოხდის არ მოხდით არა არ არის აქ თოვლი რა გზაზე რა კაია ერთის მაგრამ ვისაც თოვლი გვიყვარდა გვენატრება ეგეთი რამეები მოკლედ ჩვენთვის არ არის ევროპა და გზა და თოვლი და ეგეთი რამე აქ არ მოსულა რა აი ხა ვარ სლუბიცეში მეგობრებო როცა თქვენ ჩვენთან ჩამოხვალთ ხშირად გამოვივლით ხოლმე ამ ადგილებში Поверните направо, затем поверните აი აქ направо. არის მაღაზია მეგობრებო ტრაილერის ნაწილები და ეს რაღაცები ყიდება ხოლმე რა თუ არა და იქითაც არის და იქითაც არ მოგეთ ეს ადგილი საზღვარი არის ხა იქ ამის იქით არის უკვე საზღვარი გერმანიის რა აი ნახეთ ყინულზე ხა ახლა გავაჩერო შეიძლება ვეღარ დაძრა გახურებული პაკეშებით რა და მაგამ შრალზე გავაჩეროთ წავალი ხა ვიყიდი გაზის ბალონები და რაღაცები მინდა შევხედო კიდე შევათვალიერო თუ რამეს ნახავ და მოკლედ აქ გაჩერდებით ხოლმე თქვენ რო სანამ პოლონეთიდან წამოხვალთ და გერმანიაში გადახვალთ ზოგ მაიცის ხოლმე შეიძლება რომ ვიყიდო მარშრუტკა ყველა ვარიანტში წამოვიყვანთ ან იქ რამდენიმე ადგილებია სადღაც გაჩერდება სადაც არის ხოლმე ეს ტრაილერის რაღაცეები და აქვე შეგიძლიათ იყიდოთ გაზის და ისიც რა ქვია გაზიც და სხვა რაღაცეებიც მოკლედ რა კაი წავედი ხა დაიშვა ჩემი მანქანა რას გავს ბიჭო დასარეცხი არა აზრია გარი სხვა აზრი არ აქვს საკმაოდ ყინულია ეს გაზის ბალონები ვიყიდე მეგობრებო და აქ იყო ის მაღაზია მაგრამ აღარ არის დაუკეტიათ კიდე და ეს დაკეტეს უბრალოდ აღარ მახსოვდა რა მაშინაც დაკეტილი იყო უსწრეთ გადატანილი არის რაღაც სხვაგან რა აი ესეთი მაღაზიები არის მოკლედ 1000 ხარახურებს ყიდიან რაც ტრაილერს შეეხება მაგრამ ეხა ეს მაღაზიები არის იქით ეს რამდენიმე ისეთი პარკინგი არის აქ ასე რომ ყველა ვარიანტში მარშრუტკა სადაც გაჩერდება იქ იქნება ყველა ვარიანტში იქნება აზრე ჩვენ აქ ჩერდებოდით ხოლმე რა ამ ადგილას ეხა გამახსენდა ეს ორი კვირა სახში რო ვიყავი და ჩაგისვავთ კადრებს თვითონ ქალაქებში
პოლონეთში პოკორლად პოზნანში რამდენი ცხოველი და ის დადის ხოლმე რამდენიმე კაცი დავიჭირე რა. აი განახებთ ახლა რამდენი არის თვითონ ქალაქში ცხოველები. ნახე ხა გაგვithოვდა და აქ წერან გამოვიარე ირმები იყო. ახლა ნახე ირმები განახო. ოპა. რადგან ხედავ. აი так მაიმუნები. აბუქსავებში ვაშინე ხა თორე რან გამოიარე აქედან და გასახლებაა ჩუგლუბრად რა. ცოტა იმაში ვარ რომ გარეუბანში გუდანის პონჩი ვარ ხა. მელანახე ხლა. შეიძლება მელანახე. მელა. ხალხი ნახელა მელანახე. აი ხა დავდივარ ჩუგლუბრად და ამათ შეხედე აქ. აიყო სულ არ გეშინია არაფრის და აჰა რამ ხელა ხარ შეუხერო კაი არ შეგაშინებ ნუ გეშინია კაი ძალიან საყვარელია აი არ ინძრევია ნორსიფე კაი ჩავით აი ჯიბი არიან და მას შეხედებთ მე მაიმუნო წადი აქიდან და ამას შეხედებას ნახი არ არის და გადაიღია ცხოველები თუ აგერ ნახი მანქანები ხალხი ჩულები ვარ და აბა რამდენი არიან просто შეხედე რა და ხელები არიან და ხელები არიან საოსეა ძმო აი აქ ხომდენია აი აქაც არის და იქითაც იყვნენ და ეს იმები კი არა რაღაც დიდი მახინები არიან არ ვიცი ესენი რები არიან და სუპერ ირმები ეს არის იმის ნაწილი მეგობრებო რაც რეალურად რამდენი არის და რამდენი არ ჩანს და რამდენი აზრი არაა გადაღებას, იმიტომ რომ თქვა ცოტა შორს არიან და კამერაში არ გამოჩნდება, ხო? ჩემს მანქანას რაღაცა ჭერს, მოკლედ. ეს 2-3 კვირა გაჩერებული რო იყო, ყინვებია და აკუმულატორს მიწერს და რა უნდა არ ვიცი, იმედია ეხლა რომ ვივლი და 1000 კილომეტრს გავლი. კარგად დაიტენება რა. დავაგო ეხლა ისინი და წავედი. მოკლედ დავიძარი ახლა მე ეს სამოსლა კაია, მაგრამ თვალებში რომ მიჭდნებს არ მეყვარს ნახე ამ ხოლოზე ამოვა დაიწყებს ახლა თვალებში ჭრების რაც არ მეყვარს საკმაოდ აზანუსებს. აი მაგას გეუბნებოდით, ნახე ეხა ესე რომ მივდივარ და ოდნავ რული რო აუღა, ტორმოზ დავარგა რესკად, აი, ხედავთ, აი ნახეთ, ტორმოზ ადგილი მაქვს ბოლომდე, მაინც გაწვება უკინან კრუზი. აი ხა შეიძლება ვეღარ დავიძრა მე რომ მაიმუნობ აქ. აჰა, დაიძრა. დაიძრა კი. აი თუნდაც აი რავი 2 კილომეტრის მიდიოდ დაუცეთ ვიღაცა რაღაცა გვერდზე იხდებით მანქანამ გადმოგიჭრათ ან რაღაც კაცი გადადის არ გაჩერდება არაფრით რა. Поверните направо, затем საკმაოდ второй поворот налево. ძალავს ის გრუზი რაც გვაქვს. ჩავაზანოსებ თვითონ ცოტას. არა შეიძლება. აი მოგეთ ეს ხო იყო ესეთი ადგილი. აუ ეხლა მედია მატარებელი არ დაგეტავს დას. არა. ეხლა განახეთ გზად კიდე მეორე, მესამე და კიდე რამდენიმე ადგილებია რა. გარემო არ გადაგვიაროს, რომელიც აქ ძალიან ხშირად დადის ხოლმე.
ლილოს პონტია რა, მოკლედ აქ ხა ლილოდან რაღაც ქვეყანაში გადადიოდი, ან საზღვარია ეხა აქ გერმანია და აქ არის ტრაილერებზე რაღაცების იმას. სხვა შორის ამ ტერიტორიის უკან, ამ ტერიტორიაზე აქ პატარა ნაწილი ჩვენებს აღებული, სადაც შეიძლება ხანდახან მოგიწიოთ თუ მოხდით აქ პოლონეთისკენ გაჩერება. თურქეთშია ხოლმე ესე ძალიან ხშირად ეს ვითომ მანქანები პოლიციის. და პოლიცია არა. ზოგან პროსტა შეიძლება ქაღალდიდან აჭრილი რაღაცა იყოს და ციმციმებდეს კიდევ და მიდიხარ და არაფერი არა პროსტა ის არის. აი მაგის უკან, მაგ ტრაილერების უკანაა ჩვენი ტერიტორია კიდე შეიძლება მან მოგიწიოთ გაჩერება. მეორე პარკინგი არის მოკლედ აგერ მეგობრებო. აქაც არის ტრაილერების მაღაზია. ეს მარკეტ 24 საათი როა მაგის უკანაც არის, მანდაც არის. მესამე არის აქით, მეოთხე არის აქ შეტეხილს კიდე. მოკლედ აქ ბევრია და ის მარშრუტკა რომ მოდის ჩვენები სადღაც ყველა ვარიანტში გაჩერდებიან, სადაც აქტუალური დაკეტილი მაღაზია არ იქნება და სასადილო და რაღაცეებია. იქ პერევალზე როა ხოლმე ჩვენ რაღაცა ეგეთი თემაა. მოდიან, ზოგი ჭამს, ზოგი რაშვება და ზოგი რაღაცებს ყიდულობს, იმიტომ რომ ზოგს პოლონეთიდან მოაქვს საკვები და რაღაცეები. ზოგი აქვე გზატყვი ესეც პოლონეთია რა, ამიტომ მეგობრებო აქ ყველა ვარიანტი შემოდიან ხოლმე. ერთი არის კიდე აქ და ძირითადად ჩვენები ახლა უკვე აქ შედიან ხოლმე რა და მეც ღამდიხან ზაправკას ამიწევ და დამატება ამიწევ სალიარკის აქ შევდივარ ხოლმე. აი ბოლოში არის მოკლედ ეს მანქანები რო გამოდიან. მოკლედ ამ ქუჩის ბოლოში არის საკმაოდ დიდი ტერიტორია აქ ყველაფერი. თქვენი მარშრუტკას მოა გაჩერდება, მინიმუმ გაჩერდება სხვა რომელიმე ადგილებში. всё, ეხლა მე გავხო მოკლედ აქ და გადავალ გერმანიაში. რას გამოანათებს ეხა ეს არ მეყვარს რა, ეს ამას ვერ ვიტან, როცა მზე თვალებში გიჭედნებს, მაგრამ აგერ ზატო ფარდა გვაქვს, კაპანსიო. აგერ ძველი აუდია ეხა ეს უკვე, მაგრამ დაიდებს მანქანას წაათრევს. ყველა დაათრევს მოკლედ მანქანებს და რაღაცებს რა ვიცი. ის ამბავს როგორც ითხარით ნახავთ რავი პორშეზეც, ამაზეც, იმაზეც, ყველაფერზე ნახავთ მის ამბავს. Ilva traktorს მიათრევდეს პორშე ვერ გაიგე. I walk the streets tonight, just trying to clear my mind. But every light, every corner, reminding me of our time. My heart keeps writing letters to a place you used to be, and every one of them is addressed, please come back to me. I try to move on slow, but my soul won't let you go. Love leaves a sacred trace. I still feel you in this place, where my heart still lives. I'm calling out your name, nothing feels the same. Where my heart still lives, girl, you never truly left. You're inside my every breath, where my heart still lives. აი ამას ვიზახ მეგობრებო, რომ მაქსიმუმ დაგხვდეთ თოვლი და ყინული იმაზე რა ქვია პარკინგებზე. ის აქ არ არის, აქ არის, აგერ არ არის მაგალითად. რომ დანარჩენ გზაზე აქ ყინული და თოვლი და აი ძალიან იშვიათად რა, წელიწადში ერთხელ, ორ წელში ერთხელ, სამ წელში ორჯერ. გადმოვედი მე მოკლედ გერმანიაში, ქვეყანა შევცვალე ახლა პირველ პარკინგზე. რომ შევცვალე ახლა. ამით მე ჯიგარ. არა მაგის ზაი. ჩვენი. კარგით, მოკლედ ეგრეა რა. აქ როგორც ხედავთ, თოვლი არ არის, იმიტომ რომ აქ სულ ყრიან ხოლმე მარილს, მოგონებით. ღამე უკვე როცა გამოვდება და ყინვა ამოსალოდნელი და აქ სულ ყინვა ამოსალოდნელი გერმანია და პოლონეთში მეტუმეტეს მშრალზე ყრიან მარილს, რომ რამე რო იყოს და დაათოვოს. მე არის მასაკას. ამიტომ აქ სულ ასეთი მშრალია. და პარკინგებზე შეიძლება დავხვდეთ ყინული ისიც თუ მოთო. всё, დანარჩენზე თოლში როგორ ვიარო და რაღაცაო მაგაზე თქვენ აქ საფიქრალი არა გაქვთ მოკლედ რა. კარგით, მე გადმოვედი გერმანიაში. ჩემს გემამდე დარჩა 1016 კილომეტრი. და გემის მერე კიდე რაღაც 300 რაღაცა მორი დღე მომუნდები ახლა ამას. კარგით, სულ ეგ არის. დღეისათვის დაგემშვიდობებით ამ წელს პირველი ვიდეოთი. აბა თქვენს, ყოჩაღად ყველა.